ლოს-ანჯელესში მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავი ორგანოს ავტომობილებსა და სამთავრობო შენობებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. სამართალდამცველებისგან პასუხად კიცრემსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები მიიღეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით. ამერიკის პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის დანაყოფი გამოიყვანა და ქალაქში ჯარის განლაგება დააანონსა. ადამიანებს მუცელში ლითონის ჯოხს ურტყამდნენ, რათა მათ უკან დაეხიათ. ხალხს ფურგონში სვამენ და იტაცებენ. საზოგადოებაში შიშს სწორედ ეს ნერგავს. ეს ავსტრალიელი ჟურნალისტი ლორენ ტომასია, რომელსაც უსაფრთხოების ძალების ოფიცრის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია პირდაპირ ეთერში მოხვდა. თუმცა ლორენი ერთ-ერთია და არა ერთადერთი. რეზინის ტყვით დაშავდა ბრიტანელი ფოტოგრაფიც, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეები და პოლიციის ოფიცრებიც. ეროვნული გვარდია გვჭირდება, რადგან სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ძალადობა, რომლის მომსწრეც ვართ, საშინელებაა და დღითი დღე მწვავდება. აქციის მონაწილეები ჩვენს ოფიცრებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ფოიერვერკებს ესვრიან, რაც შესაძლოა მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს. შესაბამისად, შევცვალეთ ტაქტიკა, რათა ეს ადამიანები პასუხისგებაში მივცეთ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ლოს-ანჯელესი მაროდიორი დამნაშავეების ალყაში მოექცა. ქალაქის ცენტრი უკანონო შეკრების ზონად უკვე გამოცხადდა. ასამდე ადამიანი კი დაუმორჩილებლობის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. პროტესტის უფლებას მიესალმება, ტრამპის გადაწყვეტილებას კი იწუნებს ქალაქის მერი. ლოს-ანჯელესი იმიგრანტების ქალაქია, სადაც მოსახლეობის 50% ლათინო ამერიკელია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი აზიური ქვეყნებიდანაა. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელი კუთხიდან მოხვედით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მშვიდობიანი. პროტესტი და შეხედულებების გამოხატვა მისაღებია, თუმცა ძალადობა და ის ქაოსი, რომელსაც ადმინისტრაცია სრულიად ზედმეტად ქმნის, მიუღებელია. კალიფორნიის გუბერნატორი ამერიკის პრეზიდენტს ქაოსის პროვოცირებასა და დიქტატურაში ადანაშაულებს და ეროვნული გვარდიის 2000 წევრის განლაგების შესახებ გაცემული ბრძანების გამო ტრამპის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ნიუსომი ხმის ამოღებას არ უშინდება და აცხადებს, რომ მას კალიფორნიის დაცვისგან ვერც დაკავების მუქარა შეაჩერებს. ბევრი მშვიდობიანი დემონსტრანტია, რომელიც უნდა დავიცვათ, თუმცა არიან ანარქისტებიც, რომლებიც უნდა დავაკავოთ. ისინი არა მხოლოდ შენობებს, არამედ ჩვენს დემოკრატიასაც აზიანებენ. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფრის სპონსორი თავად დონალდ ტრამპია. ნიუსომმა ძალადობრივი ამბოხების საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა. მოძალადე რადიკალები და არალეგალი მიგრანტები თავს ესხმოდნენ ფედერალურ სამართალდამცველებს, რადგან გუბერნატორმა სისუსტე გამოიჩინა და ქალაქი ვერ დაიცვა. თავად ტრამპი კი გუბერნატორს უმოქმედობაში სდებს ბრალს. ეროვნული საფრთხის დანახვის შემთხვევაში კი კიდევ უფრო მკაცრი რეაგირებით იმუქრება. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. ძალადობის ბევრი შემთხვევა იყო. ვნახოთ რა დაგჭირდება. გავგზავნით ყველაფერს, რაც კანონისა და წესრიგის დასამყარებლად იქნება საჭირო. არავის მივცემთ ქვეყნის გახლეჩვის უფლებას, როგორც ეს ბაიდენის დროს ხდებოდა. მას ვინც კანონის წინააღმდეგ წავა ბრალდებას წაუყენებენ. ლოს-ანჯელესს მასობრივი დეპორტაციის მოწინააღმდეგეთა ტალღა მას შემდეგ გადაუარა, რაც ქალაქში არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად მასშტაბური საიმიგრაციო რეიდები დაიწყო. ამბოხის უკან ანალიტიკოსები სოროსის, USAID-სა და ნედის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების კვალს ხედავენ. რესპუბლიკელები კი დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის დესტაბილიზაციის მიზნით ორგანიზებულ არეულობას მემარცხენე ძალები აფინანსებენ.